საღამომშვიდობისა პირდაპირ ეთერშია მედია კავშირი ობიექტივი. მე ვარ ჟურნალისტი ნინო რატიშვილი და თქვენ უსმენთ და უყურებთ გადაცემა საზოგადოებრივი ექსპერტიზის დარბაზი. ჩვენი დარბაზი დღეს პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატს მასპინძლობს ბატონი შალვა ნათელაშვილი, ნომერ 1 ლეიბორისტი. საღამომშვიდობისა ბატონო შალვა. გამარჯვებას გისურვებთ. ბატონო შალვა, თქვენ წარადგინეთ უკვე საკუთარი კანდიდატურა, მაგრამ თან დღეს პარალელურ რეჟიმში გააკეთეთ განცხადება, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი, ანუ საქართველოს პრემიერი და საქართველოს საკანონმდებლო ორგანო სასწრაფოდ არ მიიღებს ცვლილებებს საარჩევნო კოდექსში, მაშინ წინასწარ უკვე განსაზღვრული იქნება არჩევნების ბედი. რატომ გადაწყვეტეთ ამ პოლიტიკურ ვითარებაში კენჭის იყაროთ კენჭი, ანუ მონაწილეობა მონაწილეობისთვის თუ ნამდვილად დარწმუნებული ხართ, რომ გაქვთ სერიოზული შანსები გახდეთ საქართველოს პრეზიდენტი? დიდი მადლობა, მე არასოდეს მონაწილეობისთვის, ჩათვლის ჩაბარებისთვის, ფორმალური მოვალეობებისათვის, არც მეგობრობაში ყოფილ ვარ, არც უნივერსიტეტში, არც ჩემს სამსახურში, მით უმეტეს არასოდეს პოლიტიკაში და იდეური ბრძოლის ფრონტზე. ის ავხიახმები იმის თაობაზე, რომ ნათელაშვილს მოსწონს ოპოზიციონერობა, რომ ეს არის მისი სტიქია, რომ აუცილებლად უნდა ვიღაც აკრიტიკოს და სხვანაირად არ შეუძლია, არის რბილად რო ვთქვათ, გადაჭარბებული და სუბიექტური აზრი. მე ყველას მინდა ამ კატეგორიიდან შევახსენო, რომ არ მოსულ ვარ ოპოზიციაში, ოპოზიციიდან და არავის მე იქ არ გავუგდივარ. მე ვიყავი საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე ყოველთვის 22 წლის ვიყავი მე გენერალური პროკურატურის უდიდეს საქმეთა გამომძიებელს. ეს საბჭოთა იმპერიის დროს. მე საბჭოთა იმპერიის დროს იმართებოდა მთელი მსოფლიო ამ იმპერიიდან. ეხლა რომ ჩვენ ვიმართებით, მაშინ ჩვენ მართავდით. იმამდე რა ქვია, ჩილემდე და სანტიაგომდე. თქვენ გაგეხსოვებათ, მართალია პატარა იყავით, მაგრამ მაინც. შესაბამისად, ჩემთვის ძალაუფლებით ტკბობა არის განვლილი ეტაპი. ჩემთვის ძალაუფლება არის საშუალება ხალხისთვის გავაკეთოს სიკეთე. გაჭირებულს მივცე შეღავათი. ჩემს ქვეყანას გამოუადგე ბოლომდე დავიწვე ჩემი სამშობლოსთვის, მისი ტერიტორიული მთლიანობისთვის, მისი სულიერი სიმტკიცისათვის, მისი მომავალი წინსვლისთვის. ამით არის განპირობებული ჩემი ოპოზიციაში ყოფნაც და პრეზიდენტობის კანდიდატობაც, რომელიც ასევე ვიმეორებ არ არის პათოლოგიური მდგომარეობა. თქვენ დამისახელეთ პოსტსაბჭოთა სივრცეში 20 წელი ჩემს მსგავს ვითარებაში მყოფი პოლიტიკოსი, რომელმაც მხოლოდ ერთხელ იყარა კენჭი პრეზიდენტობის კანდიდატად. ასეც ვერ ნახავთ ვერც მეზობელ აზერბაიჯანში, ვერც მეზობელ სომხეთში. აგერ მე-5 მე-6 წელზე წავიდა ხალხი, აგერ რუსეთში ზილგანოვი მე-7 იყარა კენჭი მე მგონია და ბელარუსიაში და უკრაინაში. მხოლოდ ერთხელ წამოაყენე ჩემი კანდიდატურა, მაშინაც გაერთიანებულმა ეგრეთ წოდებულმა ოპოზიციამ ჩემი ასე ვთქვათ მიუღებლობის ნიშნად პირის შეჰკრა, წამოაყენა ძალიან კარგი პიროვნება, მაგრამ აბსოლუტურად არაპოლიტიკოსი და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი დამთავრდა იპოდრომის ვაჭრობად, სააკაშვილის ინაუგურაციად და მისი მმართველობის კიდევ 5 წლიან გაგრძელებად, რასაც მოჰყვა აფხაზეთისა და ცხინვალის ეს ტრაგიკული ბედი. შესაბამისად, ვიმეორებ, რომ მე არასოდეს არ ხუმრობ, არასოდეს არ ვთამაშობ, არასოდეს ნახევრად საქმით არ ვარ დაკავებული. რახან ასეთი გადაწყვეტილება მივიღე, ნიშნავს, რომ ბოლომდე ვიბრძოლებ, ბოლომდე თავს გავწირო, ბოლომდე გავაკეთებ ყველაფერს, მაგრამ დანარჩენი უკვე ხალხზეა დამოკიდებული. ბატონო შალვა, რაც შეეხება დღევანდელ განცხადებას ამის თაობაზე, ალბათ მექნება საშუალება დავაკონკრეტო ყველა პუნქტი. მოდით დავბრუნდეთ 2008 წლის 5 იანვრის არჩევნებს დავუბრუნდეთ. ბატონო შალვა, მაშინ რომ თქვენ ყოფილიყავით გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, როგორ ფიქრობთ, გაიმარჯვებდით? 300,000 კაცს იპოდრომიდან დავძრავდი ინაუგურაციის ადგილისაკენ და ჩავშლიდი სააკაშვილის მეორედ გაპრეზიდენტებას. ყველაფრის ფასად ამას გავაკეთე. და ეს იქნებოდა საკმარისი იმისთვის, რომ დაგეკავებინათ პრეზიდენტობა. ინაუგურაცია თუ ჩაიშალა პრეზიდენტობა, მე კიდევ 2 თვის შემდეგ ინიშნება ახალი არჩევნები. 2 თვის მანძილზე მოვაშორდით ჩვენ ამ სისტემას. სამწუხაროდ მასე მოხდა რა აზრი აქვს ახლა. კარგი. ეხლა ძეკვენას, მაგრამ მომავლის გათვალისწინებაში დაგვეხმარება ეს პრეცედენტი. რაც მაშინ გავაკეთეთ, არ შეიძლება ახლა არაპროფესიონალს, მარგინალური ფსიქოლოგიის სპეციალისტს, ძალიან დიდი მეცნიერება ფსიქოლოგია,
თუ მეღვინეს თუ მილიარდელს თუნდაც ის იყოს დიდი დაპირებებით და დიდი ქისით მოსული არ შეიძლება ვამდოთ ქვეყნის ბედი ქვეყანა უფრო რთული სამართლებია ვიდრე თანამედროვე კოსმოსური ხომალდი ან ბოინგი ან ერბასი აბა დასვით ერთი ტრაქტორისტი თვითმფრინავზე როგორ აგვაფრენს და როგორ დაგვაფრენს ქვეყნის მართლა თვითმფრინავის პილოტი ტრაქტორის საჭეს თვითმფრინავის ხო არც თვითმფრინავის პილოტი არ უნდა დასვა ტრაქტორზე რა თქმა უნდა ჩვენთან პირიქით არის კი სწორი შენიშნა სწორი შედარება ნამდვილი მფრინავების ხედან ტრაქტორებზეც არა ვთქვათ ძველ საბჭოთა მოტოციკლეტებზე და იქ სადაც მათი ადგილი არ არის ეს მთელი ეს შემადგენლობა მეღვინე მელუდე მემურაბე მესაპნე საპოსტი და ერთ-ერთი დეპუტატი კომუნისტების დროს ამდენჯერმე დასაჭერად ხონდა საქმე და ცეკამ გადაარჩინა და ეხლა ეს გამოდის ჩვენს გვარიგებს და სამწუხარო რეალობა არ უნდა ვიცოდეთ ჩვენ ის ელემენტარული პრინციპი რომ ხაჭაპური უნდა გააკეთოს ამ საქმის სპეციალისტმა პური მეპურემ როგორც ნათქვამი და სხვა და სხვა სანამ ჩვენ გვექნება ასე აღრეული პრინციპები პროფესიები კვალიფიკაციები ერთმანეთში რა თქმა უნდა შედეგი იქნება ძალიან მაღალი ბატონო შალვა სანამ დავიწყებთ საუბარს საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ანუ თქვენს დღევანდელ გაცხადებასთან დაკავშირებით მე მინდა გითხოთ აი დავუშვათ გახდით საქართველოს პრეზიდენტი და გაიმარჯვეთ არჩევნებში ამ ვითარებაში მაშინ როდესაც პრეზიდენტის ინსტიტუტი არის ძალზე შეკვეცილი ასე ვთქვათ უკეთ დაპირისპირებაში მყოფი შალვა ნათელაშვილი პრემიერ-მინისტრთან და მის გუნდთან უმრავლესობასთან შალვა ნათელაშვილი რომლის გუნდი არ არის ისეთი მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი როგორც ჩვენ ვუყურებთ არა რატო არ არის ჩემი გუნდი არის მთელი საქართველო მე ვარ საქართველოს გუნდი თქვენ წამოხოთ მთავრობაში მე ნამდვილად უნდა გავაკეთო მთავრობა აგერ ირმა წამოვა ინაშვილი ხარხარ მოურავი წამოვა მე სწორად გამიგეთ ხალხო მე ჩემი ოჯახისა და პარტიისთვის კი არ მინდა პრეზიდენტობა მე მინდა რომ ხალხს დაუბრუნდეს ის რაც აართოს და რაც აღვაწოს კარგი როგორ აპირებ დაბრუნებას ეს პრინციპი რო იყო შემი ამოსავალი წერტილი ახამდე გაუერთიანდებოდი იმას რა ქვია შევარდნაძეს აბაშიძეს პატარკაციშვილს ივანიშვილს სააკაშვილს და ხელისუფლებაში ვიქნებოდი ჩემი ნაცნობი და პარტიით რა პრობლემაა ვერ ხედავთ აგერ მე-5 მე-10 წელზე წავიდნენ პარტიები კარგი აი ამ პირობებში პრეზიდენტი შალვა ნათელაშვილი როგორ დაუბრუნებს ხალხს წარწმეულს და როგორ წაგვიყვანს ყველას მთავრობაში, როდესაც სერიოზული დაპირისპირებაა პრემიერ-მინისტრთან თქვენგან და მისგანაც და პრეზიდენტობის ინსტიტუტი თვითონ არის ძალზე ესე ფთებმოტეხილი. ჩვენ დღეს გვჭირდება ზუსტად ერთმანეთთან დაპირისპირებული ხელისუფლების შტოები. საკმარისია ეხლა პრეზიდენტად გავიდეს ივანიშვილის დასახელებული კანდიდატურა მნიშვნელობა არ აქვს მეცხრობილო მისგან დასახელებული და ეგრევე ჩვენგან შეიქმნება პატარა ნეაპოლი, პატარა სიცილია, პატარა მაფია. პატარა კი არა ჩვენთვის უაღრესად ტრაგიკული შეიძლება გლობალური მასშტაბით პატარა. იმავე წუთს დაიწყება სრული ჰარმონია, იმავე წუთს დაიწყება ქვეყნის ბიუჯეტის გლეჯვის ახალი ეტაპი, იმავე წუთს დაიწყება ქვეყნის გადანაწილების, აი ამ კლანების თარეშის სრულიად ახალი სტადია. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ისევ ერთი პარტიის, ერთი ლიდერის მიერ დასახელებული პირები განაწილდნენ აღმასრულებელი, საპრეზიდენტო, საპარლამენტო, მაკონტროლებელი ორგანოების ხელმძღვანელებლად. ჩვენ ამან დაგვიყვა ყოველთვის, ვაი, გახსოვთ რას ამბობდნენ, ხო? პროპაგანდისტები სახელმწიფო. აი ახლა შევარდნაძის ხალხი თუ არა ვირჩიეთ, აბა ვინ? მოქალაქეთა კავშირი თუ არა, აბა ვინ? ახლა იმას ბატონ ედუარდს ხელს შეუშლიან კანონების მიღებაში და მინისტრების დამტკიცებაში. ამას ნამდვილად ამბობდნენ ხო გასვოთ, არა? ასევე თქვათ ვარდების რევოლუციის შემდგომ სააკაშვილი ხო გახდა პრეზიდენტი, მაგრამ მერე საპარლამენტო არჩევნებზე, აბა ბიჭმა კანონები ხო უნდა მიიღოსო და თავისი პარტია თუ არ ექნება და თუ ამ ნათელაშვილმა მოუშალა ნერვები და არ მოასვენაო, აბა რა ჩვენ სასარგებლო გადაწყვეტილებებს მიიღებსო. დაგვუყვა ჩვენ ამ ერთხმიანობის პრაქტიკამ და იდეოლოგიამ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, თუნდაც იქიდან გამოვიდეთ, რომ ქართული გალობა, ქართული ჰანგები მრავალხმიანია. ჩვენ არასოდეს არ ყოფილვართ ერთხმიანი არც სიმღერაში, არც ხელოვნებაში, არც პოლიტიკაში. ჩვენ ძალიან დიდი ცივილიზაციის შთამომავლები ვართ და ცივილიზებულობა ნიშნავს პირველ რიგში მრავალაზრიანობას, მრავალხმიანობას, ერთმანეთთან ბრძოლას ცივილიზებულად ქვეყნის ასიკეთო და ცუდად რო ვართ და არა ვართ მეგობრულად მე და პრემიერ-მინისტრი, სწორედ ეს არის პოზიტივი. არც ერთი კანონი, რომელიც ჩემთან ხელმოსაწერად და მიმართული იქნება პრემიერ-მინისტრის ბიზნესის მისი თანამებრძოლების გაზრდილი მათის დასაკმაყოფილებლად არ იქნება ხელმოწერილი, ეჭვ ხარ გეპარება. და ცდილობაც კი დამთავრდება ამგვარი კანონების მიღების და ეხლა რა თქმა უნდა ეს კონფრონტაცია დაუშვებელია გადაიზარდოს ომში და დაპირისპირებაში, ეს გამორიცხულია
ჩვენ ყველამ უნდა ვიცოდეთ ჩვენი საფრენი არეალი, მინდა მოგახსენოთ, რომ პრეზიდენტის პოსტი არ არის მთლად ისე გაკულაკებული, როგორც წარმოგვიდგენია. ეს თანამდებობა კვლავ წარმოადგენს უმაღლეს პოსტს ქვეყანაში. პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, უმაღლესი მთავარსარდალი. ქვეყნის წარმომადგენელი საშინაო საგარეო ურთიერთობებში ძალიან ბევრი გადაწყვეტილება შეუძლია მიიღოს, მათ შორის მთავრობის ნორმატიული აქტების შეჩერების, შათვლით და ცალკეული მინისტრების მუშაობის სამართლებრივი ბლოკირებით. ამიტომ ეს არის საკმაოდ მაღალი თანამდებობა, თუმცა მე ახლა ვაცხადებ, არა მარტო არ იქნება ხელმოწერილი არც ერთი კანონი, რომელიც მიმართული იქნება აი ამ კონკრეტული ბანდების გასამდიდრებლად, ხალხის გადასახადების გაზრდის კუთხით, ან თქვათ ტარიფების გაზრდის მიმართულებით. არ მარტო ხელმოწერილი არ იქნება, არამედ ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ შეიქმნას მრავალპარტიული ბლოკი, ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და შეიქმნას ეროვნული ერთიანობის მთავრობა. საიდანაც ახლა მას პირდაპირ გეტყვით, გაძევებული იქნებიან სააკაშვილის და ივანიშვილის სეგმენტები მთლიანად. აი ეს არის ქვეყნის გადარჩენა. მთლიანად რატომ ბატონო შალვა? მთლიანად, იმიტომ რომ ახლა ნამდვილად არ ვაპირებ დავნიშნო ის რა ქვია ენერგომაფიოზა კახი კალაძე ენერგეტიკის მინისტრად და ვაკეთებინო მილიონები მას და მამამის, რასაც დღეს აკეთებენ. ნამდვილად არ ვაპირებ გავაკეთო ის რომ კარფურმა ივანიშვილის სამფლობელომ გააკოტროს საშუალო და წვრილი ბიზნესი, დაიხუროს მაღაზიები, დაიკეტოს დახლები, ხალხი ათასობით ადამიანი დარჩეს უმუშევარი, იმიტომ რომ კარფური ძლიერია, მას მილიარდელი მეპატრონე ყავს, კონკურენციას. ხო, იაფი პროდუქცია ეს დროებითია. ახლა მაგალითად ძვირდება შაქარი, იმიტომ რომ კონკურენცია აღარ არის ბაზარზე. თანაც ლონდონის ბირჟაზე გაიაფთა შაქარი. აი როგორც ბენზინზე ხდებოდა სააკაშვილის დროს. კატრინა იყო ამერიკაში ურაგანი კატრინა იყო და იმიტომ დაძვირდა ბენზინი ამ დროს ნიუ-იორკის ბირჟა აიაფებდა ბენზინს, ხო? ასევე ლონდონის ბირჟამ გააძვირა შაქარი და აქ ძვირდება 2 ლარი ხდება. ამდენად ეს კონკურენციის მომენტი აი ეს წვრილი და საშუალო ბიზნესის ჩაყლაპვა ცოტა ხანი იძლევა შედეგს, მაგრამ მე ეს მონოპოლისტი იწყებს ყაჩაღობას. ეს განა მისი ოცნებაა, ეს ბიზნესის შინაგანი კანონია. ბიზნესს ნეობა არ აქვს ამაზე შეთანხმებული მსოფლიო. ბიზნესი არის ულმობელი კონკურენცია. შესაბამისად, რა თქმა უნდა, აი ეს პროცესები იგივე თქვა კობახიძის ოჯახი ვეღარ იქნება ვისოლის ფასების დამდგენი და მფლობელი. მას აი ეს ხალბატონი როა იქ მანანა კობახიძე ვისა მაპატიეთ ამერია ლუკოილის მფლობელი. მანანა კობახიძის მასლები და ბატონო შალვა ამას რასაც ხე თქვენ ამბობთ ისევე როგორც ხალბატონ მანანაზე ისევე როგორც ხალბატონ იმერლიშვილის მეუღლე 33 მილიონს ვეღარ დაითრებს ტენდერებში, ისევე როგორც ალასანიეს ჯგუფი ჩვენი ჯარისკაცების კვებისათვის მილიონებს ვეღარ დაითრებს, აგერ ტენდერი მოაგებინე ახლა თავისი ძმაკაცის ბრძოლს. ნუ ერთ სიტყვით მე ვიცი რა სჭირდება ჩემს ქვეყანას, რა სტკივა ჩემს სამშობლოს. ეს ინფორმაცია არის ძალიან ბევრი ვიცი ამის თაობაზე და ყველაფერი იქნება გაკეთებული იმისათვის, რომ ყოველი წუთი, ყოველი წამი, ყოველი დღე იყოს შვება აი იმ ძიმე მდგომარეობიდან გამოსვლა, რომელშიც ჩვენ შეგდებული ვართ 20 წლის წინ. კარგი, ბატონო შალვა, თქვენ ხედავთ როგორ უჭირს ივანიშვილის თავრობასაც, ივანიშვილის ხელისუფლებასაც აი ამ საბოტაჟის პირობებში მართვა. რა საბოტაჟია მათ მიმართ ერთი მითხარით? ცოტაა საბოტაჟი ბატონო შალვა და თქვენ როგორ აპირებთ აი ესეთ რომელი საბოტაჟია ისინი უწყობენ ხალხს საბოტაჟს. შეგვპირდნენ დენის, შუქის, ნაგვის და გაზის გაიაფებას, განახევრებას, ტარიფის. სიტყვით განახევრებას. ივანიშვილმა კი ბრძანა, მე მარტო ერთხელ ავთქვი ეგო, მაგრამ ეს სიპირიდან გაფრენილი სიტყვა თან პოლიტიკოსის ის უკვე კანონია და რა შუაში ერთხელ ავთქვი თუ არჯერ. ხო თქვი? ჯერ გეთი ერთხელ არ ვთქვა, ბევრჯერ თქვეს, ხო? მოგვატყუეს გადაგვიგდეს, ხო? შეგვპირდნენ პროცენტიანი ვალების რესტრუქტურიზაციას, გადავადებას, გამოსახლების შეჩერებას, აგერ გუშინ კიდევ ხალბატონი იქ რო იწვა და შიმშილობდა სასიკვდილოდ გამოასახლეს ბინიდან გამოაგდეს ტელევიზიებიც ვერ წავიყვანეთ, ისეთი ერთადერთი თქვენი ტელევიზია თავისუფლების ტრიბუნები პირდაპირ მინდა ვთქვა. დანარჩენ ტელევიზიებში არის სრული მიშიზმი, სრული ბიძინიზმი, წარმოუდგენელი მდგომარეობა. ნუ კავკასია ხო უკვე კომიკურ ჟანრში გადავიდა, აღარ ვლაპარაკო მაგაზე. ესე იგი, ალბათ ცხონებული ბადრი პატაკაშვილი თითებს დაიკუნეტავდა, როდესაც იმ ქვეყანაში აუცილებლად ნახავდა ამას, რომ ხუხაშვილია მისი ტელეკომპანია იმედის მფლობელი. ფაქტიური მფლობელი, მმართველი და მენეჯერი არის ბანდიტი ხუხაშვილი. ხო და ჩვენი გამოჩენა ამ ტელევიზიის ტოქ-შოუებში არის აკრძალული. ნინო შუბლაძე, რომელსაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ, ერთხელ დამიძახა თებერვლის თვეში, იმის შემდეგ ჩვენი გამოჩენა რუსთავში აიკრძალა პოლიტიკურ ტოქ-შოუებში. ანუ პრაქტიკულად თუ ადრე ქვეყანას ერთი გველეშაპი აღჭურდა სააკაშვილის სახით, იმ გველეშაპს დაემატა მეორე დამხმარე
უკვე ნარიყალას ბატონი და გაიყვეს ტელევიზიები, ქვეყანა, ბიზნესი, პოლიტიკური სპექტრი, აგერ ელემენტარული მაგალითი. დაფინანსება, რომელიც გათვლილი იყო პოლიტიკურ პარტიებზე, იმისაც რომ მრავალპარტიული სისტემა არ მოკვდეს, ერთმანეთში გაიყვეს. ნაცება და ოცნება გაიყვეს ერთმანეთში მილიონები. ეხლა მე მაპატიეთ, მაგრამ ჩემი ფანტაზიაც კი ვეღარ წვდებოდა იმას, რომ ივანიშვილი, რომელიც მთელი 3 წელი აფინანსებდა ვარდების რევოლუციის შემდეგ მინისტრებს და დეპუტატებს თავისი ჯიბიდან გახსოვთ ხო? სოროსისთან ერთად რო ვითომ ფონდი გააკეთა. აი ის ივანიშვილი ადგებოდა და ბიუჯეტიდან დააფინანსებდა საკუთარ პარტიას. ტოფაძეს, ტყემალაძეს, იმას რა ქვია, ყობახიძეებს, ძიძიგურებს, დავითაშვილებს ბიუჯეტიდან დააფინანსებდა მამოცხონებულო მილიარდები ხარ შექმენი დემოკრატიის გადარჩენის ფონდი და იმის საშუალებით შენ პარტიას მაინც მიხედე. მე ნუ მართმევ იმას, რაც ჩემია და რაც ისედაც წართმული იყო ეცლები, ხო? პირველი განკარგულება ივანიშვილმა როგორც პრემიერ-მინისტრის რანგში, რომელი მიიღო, გახსოვთ თქვენ ნოემბერში. 1 მილიონი გადაურიცხა ოცნებას, 1 მილიონი გადაურიცხა ნაცებს ბიუჯეტიდან. სარეზერვო ფონდიდან. სარეზერვო ფონდი ეს არის სწორედ ის თანხა, რომელიც ჭირდება სტიქიით დაზარალებულებს, ობლებს, გაჭირვებულებს, ავანტყოფებს. და ახლა სწორად გამიგეთ თუ იმისათვის მოვიდა ივანიშვილი რომ სააკაშვილიზმი გაეგრძელებინა, თანაც ახალი რაკურსით და ახალი რანგით, მე მგონი ამის მომხრე საქართველოს არ იყო და შესაბამისი რეაქციაც ჩემგან არის სავსებით. 1 ოქტომბრის შემდგომ ამ სტუდიაში ვერანაირ პოზიტივს ვერ ხედავთ 1 ოქტომბრიდან დღემდე? კი, პოზიტივს როგორ არ ხედავ, რა თქმა უნდა, პოზიტივს ხედავ, რომ ის რა ქვია, ოცნების ყველა დეპუტატის, ყველა ოჯახის წევრი არის დასაქმებული. თანაც დასაქმებული არის მაღალ ხელფასიან სამუშაოზე, კარგ მომგებიან ბიზნესში, გაგზავნილი არიან სასწავლებლად სორბონში, კემბრიჯში, ჰარვარდში, იელში, მასაჩუსეტსში, კალიფორნიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში. როგორ არ ხედავ, როდესაც მთელი ბიზნესი გადაფორმდა ხუხაშვილის მეშვეობით, ადრე კეზერაშვილი ძარცვავდა საქართველოს და ხუხაშვილმა გადაებარა ეს ფუნქცია. ეს მათთვის პოზიტივი არის, მაგრამ მე მინდა დავიდახო პოზიტივი. აბა ეხლა ხუხაშვილი რო ხიზილალას მწვად შეჭამს, ეს არის ქვეყნის პოზიტივი? ან ივანიშვილი რო 5 მილიონის პროდუქციას იყიდის მაღაზია ბოსის სისტემაში, ხო? ეხლა მე დავინტერესდი, რომ წავიკითხე მაგის დეკლარაცია, რომ 5 მილიონი ბოსის ტანსაცმელი შეუძლს გადახდილი მშიერი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ხო? დავინტერესდი, აი ახლა რო ვიყავით ამერიკაში, მიუნჰენის აეროპორტში ყოფილა მაღაზია ამ ფირმის, ამ ბოსის და შევედი ერთი მაინტერესებდა, რა შეიძლებოდა ეყიდა ამ კაცს. ყველაზე ძვირი ღირი და აი ჩვენ დროს იყო დროს დუბლიონდა ბიჭებს ვისაც ეცვა პირველი სასიძო იყო და აი იმის მაგვარი რაღაცა 2500 ევრო. განა რამდენი უნდა იყიდო, რომ 5 მილიონი ამაში ჩადო და ამ დროს შვილები გიკვდებოდნენ შემშილებით. კი, მაგრამ შემამოცხონებულო ხალხმა კერპად გამოგაცხადა, ამხელა პატევით ეხლა ჩვენმა ხალხმა ხო მართლაც უსაზღვროდ სიყვარული იცის. ეხლა ამაში ვერავინ ვერ შეგვიჯიბრება დედამიწის ზურგზე. სიძულვილიც კი ვიცით, მაგრამ სიყვარულიც უსაზღრო ვიცით, ხო? ამხელა პატევით ხალხმა და შემფლო 1 მილიარდი ევროს ღირებულების ნახატების კოლექციას. რომელი ხელოვნების თეორეტიკოსი გახავს, რომელი ნახატმცოდნე ეგარეა. აიღე, გაყიდე ამ კოლექციის ნახევარი მაინც და დააფუძნე საქართველოში მრეწველობის განვითარების ფონდი. თვითონ რაიონში ერთი პატარა ასაწყობი ქარხანა ჩადგე. თვითონ რაიონში გახსენი მანქანა ტრაქტორთა სადგური. ან გახსენი ბოთი დაავადებულების მეოთხე სტადიის ავადმყოფები, ონკოავადმყოფები, ქიმიოთერაპიაში იცით ამდენ სიხდიან? თან ქიმიოთერაპია უკვე სტადია მოგესწრებათ, რომ ძალიან მძიმე სტადია რა. უკვე უპერსპექტივა პრაქტიკულად, ხო? 10000, 15000, 20000. რაღაცა გააკეთე რეალური და მე თუ ვერ დავინახავ ამას. ხალხი დაინახავს და მე შემაფურთხოს. საფრთხეში და მეთქვის რომ შენ ხარ ბეცი ამ დიდი კაცის დიდ საქმეს რო ვერ ხედავ, მაგრამ არ არის ეს ასე. კი, მაგრამ ცოტა ბოლშევიკური ხომ არ არის ადამიანი, რომელიც არის ოფიციალური მილიარდერი, 5 მილიონს დახარჯავს თუ 10 მილიონს თავის პირად ფულს, ხომ ვერ იტყვით რომ ესეც ბიუჯეტიდან დახარჯავს? არა, ბატონო, ოფიციალური მილიარდელი ის იყო ადრე სანამ გახდებოდა პრემიერ-მინისტრი. როდესაც მან მოინდომა პოლიტიკური მოღვაწეობა და მით უფრო ჩაიბარა ქვეყანა, ის უკვე აღარ ეკუთვნის თავის თავს, თავის ბიზნესს, თავის მილიარდებს, თავის ოჯახს, ის ეკუთვნის უკვე მთელ ხალხს. მათ შორის მის მოწინააღმდეგეებსაც, ვისაც მისთვის ხმარ მიუწევს. ეს არის პოლიტიკის პრინციპი. დამთავრდა მისი განყენებულობა და მისი იმ ჭორვილის თუ საკუთარი სასახლის ფარგლებში ცხოვრება. ეხლა ესაც თუ ვერ გაიგო მან, არა, მის საქმე ძალიან ცუდად ყოფილა.
ბატონო შალვა, დღეს განცხადება გააკეთეთ ამ პირობებში, როდესაც თქვენ თვითონ აცხადებთ, რომ უკვე წინასწარ არის, როგორც თქვენ ამბობთ, ციტირებას ვახდენ, გაყალბებული არჩევნები. რა აზრი აქვს მაშინ მონაწილეობის მიღებას? არა, მონაწილეობის მიღებას თუნდაც იმიტომ აქვს აზრი, რომ ამათ ძილის და მოსვენების საშუალება არ მივცე და მეორე გამარჯვებისათვის აქვს აზრი და გამარჯვებაზე ვარ განწყობილი პირველ რიგში, მაგრამ იმისათვის რომ გამარჯვება დადგეს, არ შეიძლება სააკაშვილის დროინდელი საარჩევნო კოდექსით გავიდეთ ჩვენ ფინისზე. ეხლა ის ხალხი, ვინც სააკაშვილის ოქმებს აყალბებდა და ქვეყანას ზღუპავდა, ყველა გადალაგებული ოცნებაში. საარჩევნო კომისია აბსოლუტური უმრავლესობა მათი ნაწილის უკვე ოცნებისა იქიდან იმართება. იქიდან იღებენ სახელმწიფო მითითებებს. იგივე უმრავლესობა ხავს ივანიშვილს არჩევნების გასაყალბებლად კომისიებში, რაც ხავდა სააკაშვილს. ელემენტარული პრინციპია. ერთი სუბიექტი, ერთი წევრი კომისიაში. არ შეიძლება მართლს 7 და 8 წევრი ხავდეს, ლეიბორისტულ პარტიას არც ერთი. სააკაშვილის დროს ერთი მაინც ხავდა. საიდანაც ნაწილი უღალატობდა, ნაწილი მაინც ნუ რაღაცას აკეთებდა, ხო? ეხლა ისიც აღარ აქვს, ისიც საგვართოს, ხო? სააკაშვილის დროს მტერს მოენატროს იმის დრო, ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით დაფინანსებას იღებდა ლეიბორისტული პარტია. ივანიშვილის დროს ეგ დაგვიმთავრდა. ვართ სულად დაუფინანსებელი ისე როგორც სხვა პარტიები. ახლა რა თქმა უნდა ჩვენი დონე ჩვენი გზა სხვა არის, მაგრამ ახლა ყველა ჩვენ ხوارდაგმსგავსება, ყველას აქვს არსებობის უფლება და დამისახელებს ქვეყანა, რომელსაც დატოვა თავისი პოლიტიკური პარტიები დაფინანსების გარეშე. ასეთი ქვეყანა ზემოზე არ არსებობს, გარდა ნაურუსი და მე მგონი იქაც კი აფინანსება, ხო? ეხლა შევხედოთ საარჩევნო პრობლემატიკის ისეთ მთავარ მიმართულებას, როგორიც გახლავთ რეკლამის, სატელევიზიო ეთერის თანაბრად გამოყენების საშუალება. დაფინანსება არ არის, ხო? საარჩევნოდ იმათ აქვს მათო დაფინანსება. რეკლამის უფასო რეკლამა იმათ აქვს, ჩვენ არ გვეკუთვნის. ტელესივრცის გამოყენების უფლება იმათ აქვს, ჩვენ არ გვეკუთვნის. ეხლა თქვენ არ გესწავლობთ, რას ნიშნავს რეკლამა და ტელესივრცე 21 საუკუნეში. რაც მთავარი და მთავარია. ეს მთელი ფალსიფიცირება და ბროდმოქმედება არჩევნების პროცესში რისი იმედით ხდებოდა წლების მანძილზე კარგად მოგეხსენებათ. იმ იმედით, რომ არავინ გადათვლი ბიულეტინებს აღარ გადათვლიდა. ამიტომ იყო რომ ეყარა შეგი ტომარაში ლეიბორისტულ პარტიაზე 100 ხმა და გვიწერდნენ 5 ხმას. და იმათ უწერდნენ 1000 ხმას. იმიტომ არავინ არ გადათვლიდა, კანონი არ ითვალისწინებს ამ პროცედურას. პრაქტიკულად აკრძალულია დე ფაქტო. არ უნდა ჩაიწეროს კოდექსში რომ პირველივე მოთხოვნისთანავე დაინტერესებული პირის იხსნება ბიულეტენები და გადაითვლება. აი მე შეეშინდება გაყალბებას. მე ეტყვის რომ არა ძმო, მე დამიჭერენ რომ გადათვალო. ვერ გავაყალბე, მე ოჯახი მყავს, ხო? არც ეს მუხლიარში აქვს. ესე იგი რა უნდა ვიფიქროთ? უნდა ვიფიქროთ ის, რომ იგივე გზით, იგივე მეთოდებით ცდილობს ივანიშვილმა გააიყვანოს თავისი კანდიდატურა პრეზიდენტად კი არა მარტო, არამედ სამომავლო არჩევნებში და რაც მთავარია, დღევანდელი განცხადების ამოსავალი წერტილი არის შემდეგი. მეგობრებო, ჩვენ უნდა ჩამოყალიბდეთ შემდეგს. ეს ყველას არ ეხება, მაგრამ ბევრს ეხება. ან გვინდა სახელმწიფო დამოუკიდებელი, დემოკრატიული, არჩევითი და მონაწილეობთ ამ სახელმწიფოს დაცვის, მშენებლობის, არჩევნების პროცესში. ან არ გვინდა სახელმწიფო და მაშინ შევუერთდეთ რომელიმე დიდ ქვეყანას და სოციალურად, ეკონომიკურად, კულტურულად კარგად ვიქნებით, თავს შევინახავთ, მოვა მერე სხვა თაობა და ის დამოუკიდებლობისთვის უფრო ღირსეულად მომზადება. შეიძლება რომ არჩევნებში სისტემატურად არ მონაწილეობდეს 40-45% და არჩევნებში მონაწილეობა გახდეს პროფესია სამოქალაქო საზოგადოების დიდი ფენების და პროფესია არაზნეობრივი, არამედ ანგარებითი. 2-5 მაკარონად, ვერმიშელად, ხმების მიცემა, მოქალაქეთა კავშირზე, იმაზე რა ქვია, ნაცმოძრაობაზე, ივანიშვილის ბლოგზე, ეს პროფესია გახდა უკვე 100,000-ობით ადამიანის და აი ეს 40-45%, რომელიც არ დადის არჩევნებში, აი ეს არის ძირითადი დამნაშავე ყველაფერში და თანაც ის პროცენტი მოაზროვნე ნაწილია, მაგრამ არ მოდიან და მე ყველაზე მეტი პრეტენზია მათ აქვს, რა ეს რატო ხდება ასე, შენ ვაგიჩე, შენ ეს რატო არ გააკეთე, 2 მეტრიანი ენები აქვს. ეს უნდა დამთავრდეს, მეგობრებო. არ მოდიხარ არჩევნებში, იხდი ჯარიმას. თუნდაც 1 წელი, თუნდაც 5 ლარს. ეს უნდა ისჯებოდეს. აი ხლა თუ გადახედავთ ჩვენ საერთაშორისო პრაქტიკას, არჩევნებში არ მონაწილეობა ციხით ისჯება ბელგიაში. ციხით ისჯება თურქეთში. $250 ჯარიმა არგენტინაში. $200 ჯარიმა ბრაზილიაში და ამას ემატება 3 წელი სახელმწიფო თანამდებობის დაკავების აკრძალვა არჩევნებში ვინც არ მონაწილეობს. იგივე სანქციებია დაწესებული ავსტრიაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში. ანუ ეს ნიშნავს რას? ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ
კანონმდებლობაში გვაქვს სერიოზული ხარვეზი, სიგარეტი რო გადააგდო, უნდა გადაიხადო 200 ლარი ჯარიმა, წითელზე რო გადახვიდე, უნდა გადაიხადო 500 ლარი და სამშობლოს მშენებლობაში რო არ მიიღო მონაწილეობა 5 წელში ერთხელ. ხო? იმაზე შეღავათია მე მგონი და მადლობასაც გაუგზავნიან მალე წერილობენ. ანუ ჩვენ და ამ შემთხვევაში თუ დაწესდება არჩევნებში მონაწილეობა გახდება სავალდებულო და არ მონაწილეობაზე იქნება სიმბოლური ჯარიმა თუნდაც 1 ლარი მნიშვნელობა რა ჩვენ ავტომატურად მივიღებთ აუმრჩეველთა სიას. დღეს საქართველოს აუმრჩეველთა სიას ვერავინ ვერ დაადგენს. ღმერთო მაბატე თვით მამაზეციერის ისია ყველაფერი არეული აბურდული ავტომატურად დაეწყო აუმრჩეველთა სია, როდესაც მიუვა ქვითარი ჯარიმის სასაფლაოზე მიცვალებულ ბებია ელპიტეს, რომელიც მეხუთე შეიყვანეს საარჩევნო სიაში, ხო? ცოცხალს ხო ვერ ნახავენ, უნდა მიუტანოს სასაფლაოზე. და მოქალაქე, რომელიც წასულია პერუში და იქ მუშაობს ანდების მთებში რაღაცა თანსურელების ინსტრუქტორად და ყოველთვის საარჩევნო სიაშია, ხო? გაგიჟდება რომ მიუვა პერუში ის ქვითარი, ან სახში რომ მიუტანენ დედამისთან, ხო არ გაგიჟდის სიაში რატო შემიყვანეთ? მხოლოდ და მხოლოდ აი ამ საკითხების დარეგულირება ჩვენ მიგვიღოს ობიექტურ არჩევნებამდე. თუ ივანიშვილი სასწრაფოდ აი ამ საკითხებს კოდექსში არ გაასწორებს, მე პირდაპირ ვაცხადებ, რომ ჩვენ ხალხს დაუძახებთ ქუჩაში შემოდგომისთვის და არ ვცნობთ არჩევნების ლეგიტიმურობას. მეც რომ მოვიგო, მაინც დაუძახებ ხალხს ქუჩაში, იმიტომ რომ თვითონ ჩემ თავში შემეპარება ეჭვი აი ამ კანონის ფონზე. მოდით ახლა მივყვეთ ქრონოლოგიურად. როგორ ფიქრობთ ივანიშვილი სასწრაფოდ მიიღებს ამ ცვლილებებს და ეს ცვლილებები ივანიშვილმა არ უნდა მიიღოს და პარლამენტმა უნდა მიიღოს? საკუთარ განაჩენს თვითონ მოაწევს ხელს. მე მგონი ის უნდა გრძნობდეს ახლა ბიზნესმენებს აქვთ მტაცებლის ინსტინქტი. ცუდი გაგებით არ ვამბობ, აი კანით გრძნობენ საფრთხეს, მოგებას, წაგებას, ეს უნარი გაამახვილებული აქვს და მილიარდებს ასე შემთხვევით არ შეულობს კაცი, მით უმეტეს ის სულელი არ არის. შესაბამისად უნდა გრძნობდეს, რომ ის თავზე ჩამოწვა შავი ღრუბლები ამერიკის კონგრესში მიღებული რეზოლუცია. ეს არის პირველი სერიოზული ზარი, რომ ის თავს კარგი რამები არ მოხდება თუ ასე გააგრძელებს. ამიტომ მას აქვს ერთადერთი გზა, აღადგინოს პარტიების დაფინანსება, გააკეთოს კომისიებში თანაბარი წარმომადგენლობა, დაუშვას სრული თანაბრობა საარჩევნო რეკლამებისა და ტელესივრცის მიმართულებით, დაუშვას ბიულეტენების გადათვლის პრეცედენტი და გახადოს არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო. აი მარტო ამით შევა ის ისტორიაში, როგორც დემოკრატია. ეს თუ მაგრამ ეს რაღაც ქართული ხალხური ზღაპრის ჟანრიდან არის, ბატონო. ხო, რახან თუ ეს ზღაპრიდან არის, არა? ჩვენ ნახავთ ეს ზღაპარი რა ტრაგედიად გადაიქცევა ქვეყანას და პირადად ივანიშვილს. კონგრესის მიერ თითის დაქნებას თქვენ როგორ ინტერპრეტაციას გაუკეთებთ? როგორ გითხრათ, კონგრესის მიერ თითის დაქნება არ არის შემთხვევითი და როგორც აცხადებენ მმართველ კოალიციაში, ცალხრივი ინფორმაციის შედეგი. ყველაფერი შეიძლება დააბრალო ამერიკის კონგრესს, გარდა იმისა, რომ მათ ინფორმაცია არ აქვს. მათ იციან რა ხდება კოსმოსში, რა ხდება მიწის ქვეშ და საერთოდ მთელ დედამიწაზე რა ხდება. არც ლობისტური მუშაობის შედეგი ეს მთლად, რადგანაც ახლა ცხონებულ სადამ ჰუსეინს რო შეეძლო და მუამარ კადაფს ფულის ხარჯვა ლობისტებზე, იმდენი ფული ნამდვილად არც ივანიშვილს აქვს და არც სააკაშვილს და არც არავის არ აქვს. არც ლობისტური მუშაობის შედეგია. ეს არის ის, რომ ამერიკამ დაინახა რეალური საფრთხე. რაც ივანიშვილის პოლიტიკა შეიძლება მოხდეს აქ. რისი? გეტყვით რისი? მერაბიშვილის დაჭერასთან დაკავშირებით ამბობ. მაგაზე მე ვლაპარაკობ. მერაბიშვილი ისა პაიკია. საუბარია სერიოზულ პრობლემებზე. ივანიშვილმა დაუშვა სტრატეგიული და პოლიტიკური შეცდომა მაშინ, როდესაც არ დაგვიჯერა, ხო გახსოვთ აი ამ სტუდიიდან. ზაღლის ყმა მქონდა გაუმული და ვეუბნებოდი, რომ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყეს სააკაშვილზე. თუ პრეზიდენტი სააკაშვილი დარჩებოდა იმპიჩმენტის გარეშე და მას გამოაცხადებდნენ და მის პარტიას თავარ ოპოზიცია, ნებისმიერი დაჭერა მისი ლიდერების და წარმომადგენლობის შეფასდებოდა აი ასე მსოფლიოში. კითხვის ნიშნის ქვეშ იდგებოდა? აბა როგორ იდგებოდა? შენ თავარ ოპოზიცია დაცხადებ ნაციონალურ მოძრაობას, დაფინანსებას უყობ შენს თანაბრად და მე რეიჭერ ნაცმოძრაობის გენერალურ დივანს. ახლა სულელი უნდა იყო ვერ მიხვდე იმას, რომ ამაზე იქნებოდა რეაქცია. კი, მაგრამ შალვა ნათელაშვილი რას ფიქრობს? ყოფილი პროკურორი, იურისტი და დღეს ოპოზიციაში მდგომი პოლიტიკოსი. იყო თუ არა დასაკავებელი ივანე მერაბიშვილი? არა იმუხლით, რა მუხლითაც დააკავეს, რომ საწყალი, მშიერი, გაჭირვებული ვანო, ცოლშვილის დასასვენებელი ადგილი რო არ ქონდა, ქობულეთში თუ ბათუმში ვიღაცა შეუვარდა ბინაში და გამოაგდო სახლიდან და იქ დაასვენა ცოლშვილი. რა მუხლები? მას დაუმძიმდა 26 მაისით და კიდევ
არაფერი არ დამძიმებულა, ჯერ არაფერი ბრალი არ წაუყენებთ, ეს არის ყველაფერი ხალხური ზეპის იტყვერება. პასუხის მგებლობა რეჟიმის უნდა დაწყებულიყო მიხეილ სააკაშვილის იმპიჩმენტით. მერე იქნებოდა მერაბიშვილების, ახალაების და სხვების პასუხისმგებლობა დამაჯერებელი, დასაბუთებული და რეალური. ივანიშვილი და ისა მერე ერთმანეთში. მერაბიშვილი დაიჭირეს იმისაც რომ გამოუშვა. აი თქვენ ნახავთ ძალიან მალე გამოუშვებენ. ისე როგორც ხვებს. ეს ხალხის დასამშვიდებლად გააკეთა, მაპატიეთ ხალხის დასამშვიდებლად, ორთქლის გამოსაშვებად არჩევნების საპრეზიდენტო არჩევნების წინ, აი როგორც ციგნებს რო ურიგებენ ბავშვებს. საპრეზიდენტო არჩევნების წინ და ეს დაავალა თავის საპრეზიდენტო კანდიდატს პიარისათვის, რომ რეიტინგი აიკრას ამით მეტი არა ჩემტერი, მაგრამ რეიტინგი უკვდავების წამალიც რო დაურიგოს ხალხს, რამითი აიკრას, განემიტო რომ ცუდი კაცია. ტიპაჟია ისეთი, რომელიც მიუღებელი იქნება მასისთვის ყოველთვის, ხო? ციგნების დარიგებას შეპირდნენ ხალხს და ფული არ გამოყვეს. რატომ? ციგნებისთვის ფული არ არის გამოყოფილი. 100 მილიონი უნდა იმისათვის, რომ ბავშვებს დაურიგდეს უფასოდ ციგნები 1 სექტემბერს და არც ერთი კაპიკი გამოყოფილი არ არის. ეხლა ეს თავისი ფულიდან რაღაცას უყიდის ამ ციგნებს ივანიშვილი ბიუჯეტში ეს თანხები არ არის, ერთხელ გააკეთებს ამას და როგორც კი ღმერთთან უკნას მისი კანდიდატურა გახდება პრეზიდენტი, მერე დაავიწყდება და გადნება შარშანდელი თოვლით ეს დაპირება და იტყვება, აი ეხლა პრობლემები დაიწყო, იქ რაღაცა წყალდობა მოხდა, იქ დააზარალებულებზე გადაურიცხეთ, აღარ არის საშუალება და აი ეს არშიმილია არ გითხოთ, თქვენ გახსოვთ, როდესაც ბატონი ნუ მაშინ არ იყო პრემიერი ბატონი ივანიშვილი ჩამოვიდა საქართველოში, პირველი განცხადებებისთანავე გახსენათ და მას თქვა, რომ როგორც ვანო მერაბიშვილმა მითხრა, შავა ნათელაშვილი გარკვეულად რაღაც ანაზღაურების პასად მიეყიდა ნაციონალურ მოძრაობას და მიხეილ სააკაშვილს. და ეს იყო გულსატკენი, რა თქმა უნდა, თქვენთვის და საწყო. ამას ამბობდა ის ივანიშვილი, რომელსაც კალთაზე ეჯდა მერაბიშვილი, ჭორვილაში დღედაღამე, რომელიც აქებდა მერაბიშვილს როგორც პოლიციის რეფორმატორს, დაჭერის დღემდე აქებდა, რომელიც უფინანსებდა სააკაშვილ მერაბიშვილს სპეცრაზმს, აიარაღებდა მათ პოლიციას, შემოქონდა საჩუქრად მოსასმენი აპარატურები, იყო რეჟიმის ფუძემდებელი, რომელიც უხდიდა ხელფას მათ მინისტრებს, დეპუტატებს და მთელ რეჟიმს. ამას ამბობს ის კაცი, ამიტომ რომ უზნეო ადამიანი ვერ მოიყვანს გაზაფხულს და ვერ მოიტანს პოზიტივს. მას სხვანაირად თქვა, თქვენ არასწორად გკითხეთ. მან თქვა, რომ მე დაურეკე მერაბიშვილს 2007 წლის ნოემბერში და ვკითხე, რატომ არ იჭერთ ნათელაშვილს. ეს ის პერიოდია, როდესაც არ ვიცი ახლა ზოგიერთი ალყი ამაზე ხუმრობს, მაგრამ ეს თუ სახუმაროა, მე არ უსურვო მათ იგივე დღე დაედგეთ, რაც მე გამიკეთეს, როდესაც ჩემი სახლი და პარტიის ოფისი შტურმით იყო აღებული და ასე ვთქვათ, დამდებდნენ როგორც ნანადირევს ისე მოსაკლავად, ხო? და ჩაერია, ახლა შევხვდი ზუსტად ამერიკის შეერთებულ შტატებში, კიდევ ერთხელ გადაუხადე მადლობა ეროვნული ინტერესების ცენტრის პრეზიდენტი დიმიტრი საიმსი, რომელმაც დაურეკა სახელმწიფო დეპარტამენტში, მაშინ კონდოლიძე რაიზე იყო, ატეხის მთელი ამბავი, იმად გადმოურეკეს სტეპს და მოკლედ მოათვინიერეს როგორც იქნა ეს რეჟიმი და მოკლედ ამის შემდეგ შეწყდა ის საქმეც, რომელიც არ იყო აღძრული, ძებნაში ვიყავი გამოცხადებული, ხო გახსოვთ? ძებნა გამომიცხადეს ის იმ დღეს დაურეკე გვარამიას რუსთავში და მე უთხარი შენი ყოფილი ბრალდებული მოგესალმება მეთქი ბატონი ნიკო, რაღაც გაშუქება გვინდოდა. რომელი ბრალდებულიო და მე უთხარი გაიცინე მასაც ნუ მეც გავიცინე, მაგრამ ვაი ამ გაცინება. ანუ გადაუშვებელი ინფორმაცია ხო? ორ შემთხვევაში კაცი ნაცვლად იმისა, ივანიშვილზეა საუბარი, ურეკავდეს და ეუბნებოდეს, რომ რა გინდათ პოლიტიკური პარტიის ლიდერისაგან. პარტიის ლიდერის და ოპოზიციის ფუნქცია მიტინგი მოაწყოს, აბა სხვა რა ფუნქცია გვაქვს ჩვენ. ძალაუფლება რა გვაქვს, რომ კანონს მოვწეროთ ყველი, ხო? რატო? რა გინდა ეკითხება, რატო არ დაიჭიროთ? და ისეთი არა სერიოზული კაცია, რომ ამას მე იანთაძის ინტერვიუში ადასტურებს თვითონვე. და ვანო პასუხობს, რომ იქ რაღაცა ეგეთი კაცი უფრო გჭირდება, ვიდრე სხვანა რაბა ვანო რას ეთქოდა ამერიკიდან იმის ანჯოჯი მისცეს, რომ დღემდე კანკალია, ხო? აი ასეთი ადამიანი ვერ მოიყვანს პოზიტივს, ვერ გადაარჩენს ქვეყანას, ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია არა მარტო გლობალური საქმეების გაკეთება და დაპირებების შესრულება, არამედ თავის ოპოზიციასთან ნორმალური საუბარი, ადამიანი, რომელიც ჩვენ მიტინგებს უნიშნავთ სააკაშვილის გადაყენების მოთხოვნით, წელი სანამ მოვიდოდა ხელისუფლებაში და ის ყოველი მიტინგის დღეს გვინიშნავს ალტერნატიულ ღონისძიებას და აცხადებს, არ მიხვიდეთ ნათელაშვილთან, იქ
სააკაშვილთან შეთანხმებული მიტინგია და იქ მიშამ უნდა მოუყანოს ყვითელი ავტობუსებით ხალხი. არ გახსოვთ ხალხი ეგ ამბავი? და ამან გამოიწვია ყველაფერი. ყველა ის შედეგი რაც დღეს ხდება. ბატონო შალვა, გადაუმოწმებელი ინფორმაციასთან დაკავშირებით კითხეთ, ანუ საწყენია, როდესაც ინფორმაცია არ არის გადამოწმებული და ეს ჟღერდება ოფიციალურად, საჯაროდ, ეთერით და ასე შემდეგ და პრესის თურქლებით. კი, მაგრამ რომელიც ყველა ორღობის შორის შემგროვებელი სპეციალისტი. მაგრამ თქვენ დღეს ძალზე ბევრი ადამიანი დაასახელეთ და მათი ოჯახის ბიზნესზე ისაუბრეთ. ეს ინფორმაცია გადამოწმებულია თუ ანუ რისი თქმა მინდა იმან რაც თქვენ გატკინათ გული ეხლა თქვენ ხომ არ ტკენთ სხვას დაუმსახურებლად გულს. ამ კითხვის და გამაგრძელებინოთ ეს ჩამონათვალი? არა. მე ახლა მაქსიმალურად შევეცადე ნაკლები ვინმეს ვატკინო გული და არ რას ქვია ნახეთ თავდაცვა მინისტროს ტენდერებისია და იქ ნახავთ თქვენ იმერლიშვილის მეუღლე შალვა ბებოშვილს 33 მილიონი ტენდერით იქ ნახავთ თქვენ ალასანიას მეგობრების მძღოლებს სიმონიანს და იმათ რომლებმაც ჩვენ ჯარისკაცების კვებაზე კვერცხის შემოტანის ტენდერი მოიგეს რამდენიმე მილიონი სამარცხინო ამბები და ამ დროს მიყავთ ბიჭები იმაში ავღანეთში დასახოცად ამოსაჟლეტად საჯიში ბიჭები და თავიანთი შვილები იქ არიან რა ქვია როგორც აღარ მოგახსენებთ გოგლი მოხჭამენ და იმაში არიან რა ქვია ჰარვარდში და ოქსფორდ სტრიტზე შეიგნობენ ეს ეხება ივანიშვილსაც ეს ეხება წინა ხელისუფლების წარმომადგენლებსაც ჯარები უნდა გამოვიდეს დაუყოვნებლივ ჩვენ გარეთ არანაირი ომი არ აქვს ჩვენ გარეთ არანაირი საქმე არ აქვს რომ ჩვენ ბიჭები დავხოცოთ შიგნით გვაქვს მოსაგვარებელი ტერიტორიების ამდენაც შიგნით გვაქვს ომის და შიგნით გვაქვს მოსახლეობის ბრძოლა ბატონო შალვა რადგან ამ საკითხს შევეხეთ ესე იგი ნუ შევთანხმდით რომ ეს ინფორმაცია არ არის გადამოწმებელი რა არის გადამოწმებული არ არის გადაუმოწმებელი ასამობის დადასტურებული ინფორმაცია რა ეს ეხლა ბატონო შალვა მე შემომაწოდეს კითხვა ერთ-ერთი მსმენელი თქვენ გაითვალისწინეთ რომ მე ვარ იურისტი შესაბამისად ვემორჩილებ უდანაშაულობის პრეზუმპციას და არასოდეს გადაუმოწმებელ და არადამაჯერებელ ფაქტებს მე ტელევიზიით არ განვაცხადებ პირიქით მე ვაცხადებ იმის მინიმუმს რაც ვიცი კარგი ძალიან ბევრი ეთიკური და ზნეობრივი მოსაზრების ბატონო შალვა ერთ-ერთი მსმენელი Facebook-ის საშუალებით გისვამთ კითხვას შალვა ნათელაშვილს არის თუ არა ყვავინდებურად ის ნატოს წინააღმდეგი და საერთოდ ყველანაირი სამხედრო პოლიტიკური ალიანსის წინააღმდეგი საკითხი მე ყველანაირი სამხედრო პოლიტიკური ბლოკის ფარგლებში საქართველოს გაწევრიანების წინააღმდეგი ვარ იმავდროულად თუ მიგვიღებენ ნატოში ვერაფერს ვერ გავაკეთებ გარდა პოზიციის დაფიქსირებისა მაგრამ არ გვიღებენ არც ამ ნატოში ეს პოზიცია ნეგატიური იქნება თუ პოზიტიური? როგორ? და თუ მიგვიღებენ ნატოში ნეგატიური იქნება თქვენი არა, თუ მიგვიღებენ ნატოში ნიშნავს რომ მიგვიღებენ აფხაზეთიან ცხინვალიანად. ეს ისე ზღაპრების კორიდან არის ბატონო. არა, ჩვენ ნატო ხო გვაღიარებს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის შატვლით, ხო? ეს იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იმ გაგებით რომ ოდესმე იმ ტერიტორიებს უფრო რეალურად წამოვიღებთ, მაგრამ ამაშია საქმე რომ ნატოს წესდების 26 მუხლი ითვალისწინებს მისი ერთ-ერთი წევრის მიმართ სამხედრო თავდასხმის შემთხვევაში ყველა ქვეყნის საომარ მდგომარეობაში გადასვლას და შესაბამისად ნატოში აცნობიერებენ რომ რუსეთთან რამე კონფლიქტი მოგვივიდა და ეხლა იგი ხან მათურ ხარჯებს გვიბავენ და ხან ისრუენ და აფეთქებენ ხო მე ნატო გახდება იძულებული ჩაებას რუსეთთან ომში აი ამაშია საქმე რომ სანამ არ გადაწყდება ტერიტორიული კონფლიქტის პრობლემა მანამდე რა თქმა უნდა მანამდე ნატოსთან თანამშრომლობა საჭიროც არის, აუცილებელიც არის. ამას ვამბობთ, რომ ხო არ არის საჭირო და გარდაუვალი რომ ჩვენი შვილები ხოცოთ, კაცო, იმ ავღანეთის ტრამალებში. რამდენი ქართველი გაწყდა ჯერ იმ გიორგი მეფის დროს. აი მაშინ იყო რომ გამოვიდა ეს გამოთქმა, რომ ჩვენ ესე იგი ირანელები დიაცნი არიან ჩვენთან შედარებით, ავღანელები ამბობდნენ, ხოლო ჩვენ დიაცნი ვართ ქართველებთან შედარებით, მაგრამ იქ მეფე ახლდა, მეფე. და აქედან ეს მეფეები ჩადიან საპირეოდ, ან საერთოდ არ ჩადიან. იქ იმ ავღანეთში და არც თავიანთ შვილებს უშვებენ და გამოდის რომ ჩვენ ვართ დასაკლავი მასა შეწირულად სკოლპატრონა მიუყვანო და შეწირო სხვარი თუ ბატკანი იმაში რა ქვია ხატში ნეტა ხატს ვეწირებოდეთ შესაბამისად თანამშრომლობის ფორმები ნატოსთან მრავალნაირი ჩვენ შეგვიძლია აგერ შევთავაზოთ ტექნიკური საწყობები ნატოს ავღანეთში ტვირთის გადასატანად რეისების გადასატანად დაჭრილი ჯარისკაცების მკურნალობა აქაურ ჰოსპიტალებში, მაღალი დონის ჰოსპიტალები აშენდა ამერიკული მოგესალმებად. სხვა სახის ტექნიკური დახმარება შეგვიძლია გაუწიოთ ნატოს ამ სამხედრო ოპერაციებში, მაგრამ არამანძდომენ ჩვენი შვილების სისხლით, კაცო. მაგრამ ესეც შეიძლება თუ ამერიკულ ბაზებს გულისხმობთ და რაღაც არა, ბაზები არა. ტექნიკური საწყობები ქვია, მაგალითად რუსეთს აქვს ალეპოში. ტექნიკური ბაზა ეწოდება, ეს გემები შედიან და იქ არემონტებენ
და ამიტომ არის რომ ერთ-ერთი მიზეზი ის არის რომ რუსეთი მხარს უჭერს სირიას, ასადის რეჟიმს. თქვენთან ზღვაში ამათ მეტი ბაზა არ დარჩა. ესეთ პოლიტიკასთან არის დაკავშირებული ბატონო შალვა, თქვენი ერთ-ერთი ფრთიანი ფრაზაა. კიდე კაი სააკაშვილის რეჟიმზე მეტყველებდით, მაშინ კიდე კაი ამ ხელისუფლებამ არ იცის დედამიწა რომ ბრუნავს, თორე ამაშიც ფულს კაკაობის ფულს გადავახტევით. ხო, როგორ ფიქრობთ ამ ხელისუფლებამ იცის უკვე რომ დედამიწა ბრუნავს? ამ ხელისუფლებამ იცის რომ დედამიწამ უნდა იბრუნოს მათ სასარგებლოდ, მათი მოგებისათვის. მათ ჯიბეში უნდა ჩაჩხრიალდეს ბრუნვის თანხა და ბრუნვის ვერცხლი. დიდად არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან. კარგით, ბატონო შალვა, დღეს აღმოაჩინეს სამეგრელოს ტერიტორიაზე საკმაოდ სერიოზული. ეს არის მორიგივი რეშმაკობა ივანიშვილის რეჟიმის, რომლის მიზანია შემდეგი. ეგი არ აღებდა, მათ სულ იყო მაგ პარტიზანები გადარბოდნენ, გადმობოდნენ, იგივე სადაც იმ დაღესტნელებს ძინავთ, იქვე სუბომბები აწყვია და ეგ დაღესტნელები აქ 10 წელია ცხოვრობენ, ეს არავისთვის სიახლე არ გვი. თავს ნუ მოვიტყვევ. აქ არის ერთადერთი მიზანი. ივანიშვილის, გაბძანეთ? პარტიზანები აფხაზეთთან დაკავშირებით. ხო, იყვნენ ჩვენი რო ვითომ პარტიზანობდნენ და მე ზოგმა ნარკოტიკების გაყიდვა დაიწყო, რა ვიცი. ვინც ნავდათ იბძოდა და მაგარი ბიჭები იყვნენ უპენსიო დატოვეს. ნუ არ მინდა ახლა ამ დეტალებში ძალიან ბევრი დაიღუპა ტყიზმებიდან. ძალიან ბევრი დაიღუპა, აბა კარგი ბიჭები იყო, ბევრი და ბევრი პარაზიტი გამოდგა და იმათი სისხლით ისარგებლა. თუმცა ის ვიდეო მასალები, რომელზეც ასახულია ადამიანთა წამება. მიზანი, მე გეტყვით რა არის ახლა. ლეიბორისტული პარტიის ოფისი ააფეთქეს. დაიღუპა ქალბატონი ნინო გორდეზიანი. დარჩა სამი ბავშვი ობოლი და უმწევი. რაც შეგვეძლო ერთ პერიოდი ვეხმარებოდით, ახლა ჩვენ თვითონ დავრჩით ცივქვაზე თუ როგორც იტყვია, ხო? და იცით რა ქნა ივანიშვილმა? კმაყოფილმა რომ ჩვენი ოფისი ააფეთქეს, გამოუშვა ის ხალხი პოლიტიკური პატიმრის სტატუსი. ეს არ ჯდება არანაირ მორალში, არანაირ ეთიკაში, არანაირ ზნეობაში, არანაირ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. მათ საერთოდ არ აინტერესებს ტერორისტული აქტების წინააღმდეგ ბრძოლა, იმიტომ რომ თვითონ ეს ბატონი პრემიერ ივანიშვილი მოვიდა ტერორისტული ეპოქიდან, როცა რუსეთში ველური კაპიტალიზმის დროს გადანაწილება ხდებოდა კონების პირდაპირ ავტომატებით. პირდაპირ ავტომატებით. ახლა ჩემთვის ნათქვამი აქვს ისეთ წრებს, რომელსაც ტელევიზიით ვერ დავასახელებ, ვინც იცნობს მას, იცნობდა მაშინ მას რუსეთში. მიდიოდა საქმის გარჩევებზე, სხვათა შორის ახლა იქ საქმის გარჩევაზე მისვლას მართლა გამბედაობა უნდოდა, იმიტომ რომ შეიძლება დაეცხრელი ადგილზე. ამ რისკის გაწევა, ნუ ეთქობა შეუძლია, მაგრამ ეს რისკი უნდა იყოს არა მარტო საკუთარი ჯიბისთვის, არამედ საკუთარი ქვეყნისთვისაც და მე ხარ ნამდვილი თავდადებული რაინდი და პოლიტიკოსი, ხო? მას არ გაუწევია არანაირი რისკი, ხა მე ვარ ძალზე კრიტიკულად განწყობილი. არა, ეს დავამთავროთ, ეს ტერორისტული კაკაფონია და ეს ყველაფერი ივანიშვილი სჭირდება იმისათვის, რომ რუსეთს გაახსნევინოს ანტიტერორისტული ბაზა. რასაც შეპირებული. სოჩის ოლიმპიადის წინ რუსეთს უნდა აკონტროლოს ამერიკავკასია გლობალურად. პირველ რიგში საქართველო, იმიტომ რომ ამერიკავკასიის ცენტრი ჩვენ ვართ, ახლა ეს არაფერი აღმოჩენა რას მოიგებს ან წააგებს საქართველო? ანტიტერორისტული ცენტრის გახსნით? არაფერი, საქართველოში იქნება სამი სამხედრო ბაზა რუსეთის, ერთი აფხაზეთი მთლიანად ბაზაა მაგათი, მეორე ცხინვალის რეგიონი აგერ ქართლის გულში, რუსეთის ბაზაა მთლიანად, არ მითხრათ, ახლა ოსების ბაზაა და ოსების არმია დგა, და ოსების არმია იდგეს და ჩვენ მათთან საერთონას გამოუნახავდით, პრობლემა არ იქნებოდა და მესამე ბაზა ექნება დანარჩენ საქართველოში და საქართველოს დამოუკიდებლობა როგორც ასეთი დამთავრდება. ისევე როგორც დამთავრდება საქართველოს დამოუკიდებლობა, თუ ორმაგი მოქალაქეობა დაკანონდება პრეზიდენტისათვის, პრემიერისათვის, პარლამენტის თავმჯდომარისათვის და ორმაგი მოქალაქე იქნება აი ეს უმაღლეს თანამდებობის პირი. მე მაინტერესებს, თქვა, რასაც აპირებს ახლა ივანიშვილი. მე მაინტერესებს რუსეთის მოქალაქე რო რუსეთის და საქართველოს მოქალაქე რო გახდეს საქართველოს პრეზიდენტი. ასეთი მსურველები რუსეთში ბევრია ახლა, ხო? და ხვალ უფრო მეტი იქნება. ხო შეუძლია რუსეთს რომ მისცეს ის სამშობლოს ღალატისათვის პასუხისმგებაში. და გამოაცხადოს ინტერპოლის ძებნა, იმიტომ რომ რუსეთის წინაშეც მას იგივე ვალდებულებები ექნება იურიდიულ პოლიტიკურად, რაც საქართველოს წინაშე. ხედავთ რა ჩიხში მივდიოდა და რა საკეთებდა. ეს არაფერს არ არის. ან უნდა შეწყვიტოს ეს კონსტიტუციური და პოლიტიკური მარაზმი ივანიშვილმა, ან მე დარწმუნებული ვარ, რომ მას დამთავრდება საქმე ძალიან დიდი ბუნტი და ძალიან დიდი უბედურებით. ხალხი მით უმეტეს უკვე ზღვარზია მისული ყოფნა არ ყოფილის შიმშილისა და ასე ვთქვათ გადარჩენის ზღვარზია მისული ძალიან ცუდი მდგომარეობა. 15 წუთი დაგჭირდა ზარია, მოდით მოვუსმინოთ და მე ვთხოვ მსმენელსა მაყურებელს ვიყოთ კორექტულები და დავსვათ კითხვა. იმედი ახლა საკრებულოზე არ მკითხავენ და კიდე ეს ქალბატონი და დავსხმე ხრინწიანი ხმით კიდევ. გისმენთ?
გამარჯობა. ნამდვილად არ გითხავთ საკრებულოზე. მე მინდოდა მეთქვა რომ აი საკრებულოზე რეკავთ, ხო? არა. ნამდვილად არ გითხავთ. აგაშენათო. გისმენთ, ქალბატონო. ხო, მე მგონი რომ არჩევნების ლეგიტიმურობა იცნობს კომისიაზე უნდა იყოს ნამდვილად ობიექტურად შერჩეული. არ მიმაჩნია სწორად რომ ერთი და იგივე ხალხი არის კომისიის წევრები და თავმჯდომარეები წლების განმავლობაში. იმიტომ რომ ისინი გარკვეულ გამოცდილებებს იძენენ და შემდეგ ძალიან ნადვილად манипуლირებენ. ეს პირველი. მეორე, მე რო ვიყო მაგალითად საერთოდ არც ერთ პარტიას არ შევიყვანდი, არც კომისიის არც წევრად და არც თავმჯდომარედ, იმიტომ რომ პირდაპირ ნათესავები უზით იქ ის სუბიექტურია ყოველთვის, ობიექტური ვერასოდეს ვერ იქნება. ჩემი აზრით ნეიტრალური უნდა იყოს კომისია, ანუ ყველა პარტია უნდა თანხმდებოდეს იმაზე, რომ კომისიის ეს წევრი იყოს დაუშვათ ამ და ამ უბანში და დამკვირვებელს რაც შეეხება, დამკვირვებლები ყველა პარტიას უნდა ყავდეს და უნდა ითვლებოდეს ეს ბიულეტენები ყველა დამკვირვებლის თვალწინ, ყველა პარტიის თვალწინ. მაშინ ყველა დაიცავს ამას. ეს მეორე და მესამე კიდე ჩვენ ვართ მართლმადიდებლური ქვეყანა, მაგრამ ნაციონალებს ცოტა ძალადობის ის ქონდათ, რომ აი მე თუ მიმაჩნია რომ ეს სწორია, შენც უნდა დამიჯერო და უნდა მოუყვე. როდესაც მარკირების წესი შემოიღეს მარჯვენა ხელზე, მაშინ ძალიან ბევრმა გამოთქვა ეჭვი და ყოყმანი დაიწყო ხალხმა მონაწილეობის მისაღებად, იმიტომ რომ ეს სახარებაში გაიგივდა სატანის ნიშანთან. შეიძლება ეს სასაცილო იყოს ზოგისთვის, მაგრამ ზოგის რწმენის საკითხია და უნდა დამიჯეროთ, იმიტომ რომ იეღოველების ისიც აღმოჩნდა ჩვენთან, მერე ბევრი მართლმადიდებელი დაუშვათ პროტესტანტიც გახდა ისიც და ანუ რწმენის, შინაგანი რწმენის საკითხია. და კანონში წერია თურმე რომ მარჯვენა ხელზე აუცილებლად უნდა იყოს მარკირება და მარცხენა ხელზე მაშინაა დასაშვები, თუ კი არც ერთი თითი არ აქვს მარჯვენა ხელზე, ეს ნამდვილად ძალადობაა რწმენაზე. ამიტომ თქვენ რომ ამბობთ რომ არ იღებენ ხალხი მონაწილეობას არჩევნებში, ადვილად დასაშვებია რომ გარკვეული წილი ამასაც ამიტომ მარცხენა ხელზე უნდა დაიშვას მარკირება, ეს მეორე. და მესამე, არ გეთანხმებით ნამდვილად დემოკრატიული სახელმწიფო ვართ. მე უნდა გადავწყვიტო არჩევნებში მიიღეს ან მინდა მონაწილეობის მიღება თუ არა. რატომ ბეგრავ? ისედაც სიღარების ზღვას იქით რამდენიმე იმითავარ პუნქტით ქვემოთ, ხო? ამაში ვერ დაგეთანხმებით ბატონო შალვა და მე მგონი ეს თუ ოფიციალურად აი ძალიან თუ მოითხოვეთ, მე მგონი რეიტინგს ცოტას დასწევს ქვემოთ. ჯობია ჩემი რეიტინგი დავარდეს ჩემო ძვირფასო ხალბატონო, ვიდრე ქვეყანა გაგვინადგურდეს. დამერწმუნდეთ თუ ეს არის თავისუფლების ჩემი ნელი. არა, თავისუფლება ნიშნავს მოვალეობას ხალბატონო და პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე. აუცილებლად. თქვენ თუ არავინ არ მოგწონთ, მიხვალ თქვენ და გადახაზავთ თქვენს ბიულეტენს. ყველას გადახაზავთ და დააწეთ რომ მოღალატები იდიოტები, მაგრამ თქვენს ბიულეტენს არ დაუტოვებთ ამ ხაჭაპის გამოსაყენებლად. აი ეს პრინციპია ჩადებული, თორემ იმას კი არ გეუბნებით რომ უნდა მომბრძანდეთ თქვენ და ვინმე შემოხაზოთ. არა, ყველა გადახაზეთ. ანუ მონაწილეობის მონაწილეობა ბიულეტენები რჩება გამოუყენებელი, ვაკანტური და მერე იმას ხდიან უთებში. ხალხო, აი პრობლემა და როდესაც სავალდებულო გახდება არჩევნებში მონაწილეობა, ეს თიზე, სითხის სასმა, ეს რაღაც საიდენტიფიკაციო ბარათი, ეშმაკიცეული თუ რაც არის, ეს მომენტები მოიხსნება, დამთავრდება, ეგ საჭირო აღარ იქნება. სავალდებულობა არჩევნებში და პატარა სიმბოლური ჯარიმა, თუნდაც 20 თეთრი. თუნდაც სახელმწიფო თანამდებობების დაკავების აგრძელვა 3 წელი. თუ არ გინდა არჩევნებში არ მოდიხარ, ხო? კაი, რიგით მოქალაქეს რას ვერჩი? თანამდებობა რატომ უნდა დაიკავო? სახელმწიფო ორგანოებში. 4 წუთი დავჭერ. ან საბიუჯეტო ორგანიზაციებში, ხო? არა, ამის გარდა საინტერესო აკადემიური ზარი იყო და მე მადლობას ვუხდი კიდევ ერთხელ ხალბატონს, მოაზროვნე ადამიანი და მე ძალიან კმაყოფილი ვარ. საარჩევნო კომისიებში ჩამოყალიბდა დამწყების მანძილზე ბანდა, კრიმინალური ჯგუფები, რომლისთვისაც არჩევნების გაყალბება, სამშობლოს გაყიდვა არის გაიგივებული პირად ბედნიერებასთან. ისინი ემსახურებოდნენ გამსახურდიას დროს არჩევნო კომისიებში, სამხედრო საბჭოს დროს იყვნენ მოქალაქეთა კავშირის პერიოდში, იარეს ნაციონალებთან, იარეს ოცნებასთან. ეს არის კასტა, რომელსაც არ აქვს არანაირი მორალური ღირებულება, არანაირი შემაკავებელი ბარიერი. და ძირითადი ნაწილი ასეთია და შესაბამისად მე უფრო შორს წავალ და ვიტყვი რომ ამ ადამიანებს ვინც წინა საარჩევნო კომისიებში თავმჯდომარის პოსტზე იყო, უბნებში თუ ოლქებში უნდა აეკრძალოთ 5-10 წელი არჩევნებში კომისიის რანგით მუშაობა. უნდა აეკრძალოთ, იმიტომ რომ არ განემართებით ზაღლისკური. ესენი ისე მიეჩვენენ ვაჭრობას ჩვენი ბედი და ჩვენი სული და ჩვენი მომავლე, როდესაც არ მოიშლიან რომს
არ იყოს ამისი მითითება ზევიდან, ხელისუფლებიდან, ისინი რაღაცას იქ წაიჩალიჩებენ და წაიმავნებლებენ აუცილებლად. ბატონო შალვა, მაპატიეთ რადიკალიზმისთვის, მაგრამ ეს ფაქტია. პრეზიდენტი შალვა ნათელაშვილი რას მოიმოქმედეს პირველ რიგში? რა არის პრეზიდენტი ნათელაშვილისთვის პრიორიტეტი? ამ უამრავი პრობლემიდან მე თუ მკითხოთ ყველაფერი პრიორიტეტია და ყველაფერი სიცოცხლის საკითხია დღეს საქართველოში, მაგრამ პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ირანის პრეზიდენტად გუშინ გამოცხადდა ჩემი მეგობარი და ძველი ნაცნობი და ჰასან რუქანი, რომელთანაც მქონდა არაერთი შეხვედრა 94 წლის იანვარში, მე მაშინ ვიყავი პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე და შემდგომ მოვიწვიეთ მარტის თვეში იმავე წლის თბილისში მასპინძლობით. ეს არის ძალიან მოაზროვნე პიროვნება, ღვთისმეტყველი სპეციალობით, ძალიან გლობალურად აანალიზებს მოვლენებს და ცივილიზაციათა დიალოგის ერთ-ერთი მებაირახტრია და ეს არის ძალიან სასიამოვნო ჩვენი ქვეყნისთვისაც და პირადად ჩემთვისაც არ დაგიმალოთ. მაშინ გილოცავთ, მაგრამ დავბრუნდეთ საქართველოში. საერთოდ მოსალოცე ამბავია ძალიან ირანული, სპარსული ცივილიზაციის და კულტურის ძალიან ღირსეული წარმომადგენელი ეს ადამიანი და დღეს მისალოცით გაუგზავნე. ანუ ჩემი მიზანი იქნება რა, რომ ყველა რესურსი, რაც არის ქვეყანაში და რაც არის ქვეყნის გარეთ, თურქეთში, რუსეთში, ირანში, ამერიკაში, ევროპაში გამოყენებული იქნას არა მართლმელი ელიტის და მათი შვილებისათვის, არამედ თვითეული ოჯახის საკეთილდღეო და საბედნიერო. ეს იქნება სოციალური გარანტიები, ეს იქნება ხელფასები პენსიების სამუშაო, ეს იქნება მედიცინა, ეს იქნება განათლება, ეს იქნება მფარველობა, ეს იქნება სამართლიანი სასამართლო ხელისუფლება. ეხლა მე შეზრული ვარ, სწორად გამიგეთ, პროკურატურაში მუშაობდი და წამოვედი რატომ? არ შემეძლო კაცის დაჭერა იმ გაგებით რომ ნერვიულობდი და დამხონებელი ნამცხრობი მაგათთან კამფეტები და მთელი ამბები იყო და არ იყო რა ჩემი საქმე, მაგრამ გურჯანის სასამართლო გუშინ წინის წინ ხალხო პედოფილიაზე 3 წლის ბავშვთან დაყრდნილი ქმედებაზე დაჭერილი კაც 6 თვე მიუსაჯო. ეს ხო არის ეს სასამართლო ხელისუფლება? ამ დროს ჩადის ბატონი ივანიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან ჯერ ხუკუბლაშვილი მოინახულა იქ ბათუმში და აქებს და ადიდებს იმ პაპუაშვილს, რომელმაც დამარხა საკონსტიტუციო სასამართლო როგორც ინსტიტუტი, რომელიც გადაიტანეს ბათუმში, გააგდეს თბილისიდან, რომ ადამიანები არ მისულიყვნენ მფარველობისათვის, აბა ეხლა კახელი და ქართლილი კაცი როგორ ჩავა ბათუმში, როგორ გადაიხდის მერიოტში $600 ღამეში, როგორ გაუგზავნის ელექტრონული პოსტით იქ წერილს, მოკვდა სასამართლო ფაქტიურად და აგერ გურჯანში პედოფილიაზე 3 წლის ბავშვი კაცმა რა გააკეთა მერტო აბატია და 6 თვეს უჟია. ეს მაშინ როდესაც თქვენ სოფლიოში აწესებენ კასტრაციას პედოფილებზე, არ მარტო 10-15 წელია მათთვის, არამედ კასტრაცია მერე. ეს არის სასამართლო ხელისუფლება და რა თქმა უნდა მე ამას ვერ შევეგუები, ვერ დაუშვებ. სადაც სიმკაცრეა საჭირო ვიქნები მკაცრი, სადაც საჭირო იქნება სინანული გამოაცხადებს სინანულს, სადაც საჭირო იქნება თავგანწირვა გავწირავ თავს, სადაც საჭირო იქნება სხვისი წყენინება ჩვენი ხალხის გამო ვაწყენებ იმ სხვას. ახლა ბევრი რო იქო თავი არ გამოვა რა, მიცნობ თქვენ მოხარშულს 20 წელია უკვე, როგორც ჩემი ოჯახი მიცნობს, ისე მიცნობს ჩემი ქვეყანას და ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდო, რასაც შეიძლება მივაღწიო, თუნდაც 100 ჯერ დავიბადო კიდე. ბატონო შალვა, სამწუხაროდ ჩვენ დრო მოიწურა, მე იმეც ვიტოვებ, რომ ოქტომბრამდე კიდევ არაერთხელ იქნები ჩვენი სტუდიაში. გაიხარეთ, დიდი მადლობა, რომ ასე თავისუფალი ტრიბუნა თქვენი ტელევიზიის სახით დარჩა და დიდი მადლობა თქვენ, ბატონ დავითს, ქალბატონ ირმას და მთელ თქვენს კოლექტივს, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვსცემ. მართალი არჩევნების დროს გვაქვს ხოლმე რაღაც 100 სხვადასხვა ეგ უნებრივია. ძალიან დიდი მადლობა ბატონო შალვა, გემშვიდობები თქვენს. მე ხვალ ღამის 12-ის ნახევრამდე, მაგრამ მედია კავშირი ობიექტივი 24 საათის განმავლობაში აგრძელებს თქვენთვის მაუწყებლობას.